განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. მესამე საუკუნის მეორე ნახევრის მოღვაწეებზეა ჩვენი მსჯელობა, ჩვენი განხილვა. ღირსეულ მოღვაწეთა უდიდესი ნაწილი ჩვენ უკვე განვიხილეთ და საერთოდ ავტორთა უდიდესი ნაწილი. შევეხებით ამჯერად ერთ-ერთ ღირსეულ სახელს ამ ეპოქისას, წმინდა ფილეოსის, თმუისის ეპისკოპოსის მოღვაწეობას, რაც ზემოგანხილულთა მსგავსად არქელაოსი იქნება ეს, წმინდა თეონა ალექსანდრიელი თუ სხვები. კარგახანია სამწუხაროდ დიდად მიჩქმალულია, თუმცა მათი ღვაწლი, რა თქმა უნდა, ამას არ იმსახურებს. საკუთრივ წმინდა ფილეოსი წარმოშობით გახლდათ წარჩინებულთა ფენიდან, კეთილშობილთა ფენიდან, იყო მდიდარი და მრავალგვარი საერო პატივით შემკული პიროვნება, თუმცა იგი თვითვე განუდგა ყოველივე ამას და უპოვარებას დაეშურა, მაცხოვრისეულ უპოვარებასა და არასმქონეობას დაეშურა, ქრისტიანულ მოღვაწეობას შეუდგა და საკმაოდ მალე დაინიშნა თმუისის ეპისკოპოსად, იმ ადგილის ეპისკოპოსად, სადაც იგი დაიბადა და რაც მისთვის მშობლიური იყო. ამის შესახებ ჩვენ გვაუწყებს ნეტარი იერონიმე თავის ბრწყინვალე კაცთა შესახებ ნაშრომში 78 პარაგრაფში, ისევე როგორც ევსები კესარიელიც. ეს წყაროები გვაუწყებენ იმასაც, რომ ვიდრე საეკლესიო მოღვაწეობამდე, იმ საშუალებების შესაბამისად, რაც იგულისხმებოდა მის წარჩინებულ წარმომავლობაში და სიმდიდრეში, მან, რა თქმა უნდა, მიიღო საუკეთესო განათლება საერო მეცნიერებებში, თუმცა კი გაქრისტიანებამდეც, მონათვლამდეც განსაკუთრებით მოყვარული იყო ქრისტიანული სიბრძნისა, როგორც ამას ევსები კესარიელი მიგვითითებს. მაქსიმე ჰერკულესის ჟამს, თებაიდის ადგილობრივმა მმართველმა გამოიძახა იგი ალექსანდრიაში, რომ რწმენისგან დაეცილებინა, რწმენის უარყოფა მოეთხოვა მისთვის. კარგახანია ცნობილია სხვათა შორის წმინდა ფილეოსის მარტვილობა, გამოცემულიც გახლავთ ცნობილ პუბლიკაციაში, ცნობილ სერიალში აქტა მარტვილოლოგიკა, ანუ მარტვილური საქმენი, რაც 20-ზე მეტ ტომს ითვლის თუ არ ვცდებით, თითო თვეზე დაახლოებით 5-6 ტომი, ეს საერთოდ უნდა იცოდეს სმენელმა, ეს უნიკალური გამოცემა, რამდენიმე სახით გამოიცა, ესე იგი მარტვილთა საქმენი გამოცემულია რამდენიმე გზის, ერთია მარტვილოლოგიური აქტები, რომელიც რედაქციულად თანდათანობით ივსებოდა და ბოლოს მიაღწია ჭეშმარიტად შთამბეჭდავდა განსაცვიფრებელ მოცულობას ამ გამოცემამ, რომელსაც ეწოდება აქტა სანქტორუმ, ანუ წმინდანთა საქმენი. იქ უკვე მარტო მარტვილნი არ არიან, რა თქმა უნდა. თითოეული ტომი ამ პუბლიკაციის, ამ გამოცემისა ისეთი უზარმაზარია, რომ ხელში დაჭერა ადამიანისგან საკმაოდ დიდ სირთულეებს გულისხმობს. ფორმატით არის განსაკუთრებით დიდი და გვერდების რაოდენობითაც. და ასეთი ტომები, როგორც ვთქვით, დაახლოებით 25-მდეა, 30-მდე შეიძლება იყოს. სხვათა შორის ჩვენთან ყველა ტომი მოიპოვება საქართველოში, ხელნაწერთა ინსტიტუტში გახლავთ ყველა ტომი ამ უნიკალური გამოცემისა დაცული და ეს უზარმაზარი სამუშაო, რაც წმინდანთა მოღვაწეობის შესახებ არსებული, შემორჩენილი ფრაგმენტული ცნობების მოძიებასთან დაკავშირებით განხორციელდა, ეს უზარმაზარი, უაღრესად შრომატევადი სამუშაო, ფიქრობთ, ყველა ჩვენთაგანისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ ამ სამუშაოს შემსრულებელთა მიმართ მადლიერებით განვიხილოთ. და აი ამგვარ კრებულში არის მარტვილობითი საქმენი ფილეოსისა, ბევრი წყარო გვაუწყებს მისი მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ. ამავე დროს უეჭველად ცხადია, და უეჭველია, რომ ბერძნულ ეკლესიაში იდღეს ასწავლებოდა მისი ხსენება, თუმცა რომაული მარტვილოლოგიის მიხედვით ფილეოსის და ფილორომის ხსენება, რომლებიც ერთად აღსრულებულნი ჩანან, ერთად მოწამეობრივად აღსრულებულნი, მათი ხსენება დადებულია 4 თებერვალს. და აი ეს მხარე მარტვილური მოღვაწეობისა, ეს აქტები, რაც ფილეოსის ცხოვრების ყველაზე უფრო ღირსეული მოვლენაა, რა თქმა უნდა, კონკრეტულად ალექსანდრიაში მის გამოძახებას უკავშირდება. ჩვენამდე სწორედ ეს აქტები არის ფაქტობრივად შეუცვლელად მოღწეული, მას სხვაგვარად ეწოდება პროკონსულარული აქტები ფილეოსის პაექრობისა პრეფექტთან. მასში დასაწყისი, რაც იმ დროისთვის შეიძლება საკმაოდ ახალი ყოფილიყო ლიტერატურული თვალსაზრისით, შემდეგში უკვე ტრადიციად ქცეული, აი ეს დასაწყისი ამგვარი სახისაა. როდესაც ამბიონზე იქნა წარდგენილი ფილეოსი, პრეფექტმა კულციანმა უთხრა მას, გინდა რომ მრთელი გადარჩე,
ამაზე ფილეოსმა უპასუხა: მე ყოველთვის მრთელი ვარ და ცხოვრობ ფხიზლად. კულციანემ უთხრა, ძველ ქართულად შეიძლებოდა ეს გვეთარგმნა, იმიტომ რომ უაღრესად ტრადიციული ფრაზაა, უზორე კერპთა, ანუ შესწირე კერპებს. ეს ძველ ქართულად იყო ასე ყოველთვის უზორე კერპთა. ფილეოსმა უპასუხა: არ მივუტან მსხვერპლს. რატომ? ეკითხება პრეფექტი. იმიტომ რომ წმინდა წერილი გვასწავლის. მოისპობა იგი, ვინც ღმერთებს მიუტანს მსხვერპლს, გარდა ერთადერთი ღმერთისა. პრეფექტი კულციანე ეუბნება: რა მსხვერპლი არის სათნო შენი ღმერთისთვის? ფილეოსი უპასუხებს: წარფელი გული, წარფელი გრძნობანი, სიტყვა ჭეშმარიტებისა. აი ესენია სათნო ჩვენი ღვთისათვის. კულციანე ეუბნება: პავლე თქვენი განა მდაბიო და სერიულად არ ლაპარაკობდა იგი. ფილეოსი მიუგებს: არა, იგი იყო ებრაელი და საუბრობდა ბერძნულად და ფლობდა სიბრძნეს უმაღლესს. კულციანე ეუბნება: ნუ თუ იტყვი შენ რომ იგი იყო პლატონზე აღმატებული? მიუგებს ფილეოსი: არა მხოლოდ პლატონზე აღმატებული იყო იგი, არამედ იყო უბრძნესი ყველა ფილოსოფოსზე, ყველა ბრძენზე. აქ უკვე ესეც ერთ-ერთი დამახასიათებელი შტრიხია მარტვილოლოგიური, აქ მით უმეტეს აქტების ხასიათის, მოკლე ჩანაწერების ხასიათის აღწერილობისა. პრეფექტი თანდათანობით მრისხანდება და იგი კატეგორიულად თხოვს ფილეოსს, რომ მსხვერპლი შესწიროს კერპებს. ფილეოსი კვლავ მიუგებს: არ შევწირავ, რადგანაც ვუფრთხილდები ჩემს სულს. ამაზე კულციანე ეტყვის: განა სხვები არ უფრთხილდებიან თავის სულს და საყურადღებო გახლავთ ფილეოსის პასუხი: თავის სულს უფრთხილდებიან არა მხოლოდ ქრისტიანები, არამედ წარმართებიც. აიღეს სოკრატეს მაგალითი. როდესაც იგი სიკვდილთან მიიყვანეს, ასე იგი სასი მოგვდინებისათვის წარადგინეს, იქ იყო მისი ცოლი ბავშვებთან ერთად, მაგრამ სოკრატე არ მობრუნებულა, მან წადიერად მიიღო სიკვდილი. აქ იგულისხმება, რომ მისთვის რაც ჭეშმარიტება იყო, სოკრატესთვის რაც ჭეშმარიტება იყო, აი ეს ჭეშმარიტება მან არ გაცვალა ამ ქვეყნიურ წარმავალ რაღაც სიამოვნებაზე თავის გადარჩენას, რომ მას შეეძლო და ეს ცნობილი ფაქტიცაა მართლაც, რომ სოკრატეს თავისუფლად შეეძლო ამ მსჯავრისგან, სიკვდილის სასჯელისგან თავის დაღწევა, მაგრამ მან თვითონვე თავისი ნებით არ ინდომა ეს და დაემორჩილა იმ განჩინებას, რაც მას გადაუწყვიტეს. აი ამ ფაქტს იხსენებს ამ შემთხვევაში ფილეოსი, ეს თავისთავად ძალიან საყურადღებოა ანტიკურობისა და ქრისტიანობის ურთიერთკავშირის შესახებ. ერთი შტრიხი გახლავთ ეს, ხოლო კულციანე ეუბნება და იკითხება უფრო ზუსტად: იყო ღმერთი ქრისტე? დიახ, უპასუხებს ფილეოსი. და რითი ხარ დარწმუნებული ხო, რომ იგი იყო ღმერთი? და ფილეოსი უპასუხებს: ბრმებს თვალები აუხილა, ყრუებს სმენა მისცა, მკელობელნი, ძველ ქართულად რომ თქვათ, ანუ კოჭლები, გამოაჯამრთელა, აღადგინა მკვდრები, მუნჯებს მისცა ენა და ბევრი ავადმყოფობა განკურნა. თვითვე აღდგა მკვდრეთით და კვლავაც მრავალი სასწაული და ნიში აღასრულა. კულციანე ეუბნება: ღმერთი შეიძლება იყოს ჯვარცმული. მენელი გრძნობს ალბათ, რომ ძალიან ისეთი საყურადღებო შეკითხვებია და საყურადღებო იმ გაგებით, რომ პასუხებია უაღრესად საყურადღებო ჩვენთვის. მაცხოვრის ღმერთობა რომ სრულიად უპირობოდ და უეჭვოდ ამ დროისათვის აღსარებულიყო ყველა ქრისტიანისგან, ამ პასუხშივე ჩანს და ამის ფონზე თუ რაოდენ კადნიერი და ურცხვი ცდომილება, შეგნებული ცდომილება თითქმის 2000 წლის შემდეგ არიანელთა მკვეთრი განაცხადი, იმაზე ზეგი ამ პიროვნების ფილეოსის მოღვაწეობის შემდგომ 2000 წლის შემდეგ არიანელთა ეს უკადნიერი განაცხადი, რომ თითქოს მთელი საეკლესიო ისტორია მაცხოვარს ქმნილებად აღიარებდეს და ღირსება კი მათთვის მაცხოვრისა ის იყო, რომ ისინი თვლიდნენ იესო ქრისტეს ქმნილებათა შორის ყველაზე აღმატებულად, მაგრამ მაინც ქმნილებად და კადნიერად მიუთითებდნენ, რომ მთელი საეკლესიო ტრადიცია სწორედ ესაა. არიოზი ამბობდა, რომ რაც ტრადიციული მოძღვრებაა, იმის წინააღმდეგ ამხედრებულანო. ესე იგი, სხვებს აბრალებს იმას, რაც თვით მისი დანაშაული და მისი ბრალი იყო.
თვითონვე იყო ამხედრებული მთელი საეკლესიო ტრადიციის წინააღმდეგ და როგორც ხედავთ, უშუალოდ წინამორბედი მისი არიოზისა წმინდა ფილეოსი აბსოლუტურად ცალსახა ერთაზროვან ყოველგვარ დაეჭვებას მოკლებულ პასუხს სცემს პრეფექტს, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია. და ამიტომ ეს შეკითხვაც, რომ ღმერთი შეიძლება იყოს ჯვარცმული როგორც მრავალგზის დასმულა, მოგვიანებითაც ამაზე უმძაფრესი პოლემიკა იყო. ნესტორიანიზმი ამის საფუძველზე წარმოიქმნა. ნესტორი სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ღმერთი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ჯვარცმული, ცდილობდა იმის დასაბუთებას, რომ ქრისტიანული სარწმუნოება აღიარებს არა ერთ ღმერთს განკაცებულს, არამედ ორი პიროვნების შეერთებას, რომ ერთია ძე ღმრთისა და მეორეა ძე კაცისა, რომ შობაც, აღზრდაც, ჯვარცმაც, დაფლვაც ეს ყოველივე მიიღო ძე კაცისამ თითქოს ნესტორის მტკიცებით, ხოლო ძე ღმრთისა შეერთებული იყო მასთან და საგვირელთ მოქმედებებს, რაც უკავშირდება იესო ქრისტეს სახელს, აი ამ საგვირელთ მოქმედებებს აღასრულებდა თითქოს. ორ ძედ განყოფა ერთი იესო ქრისტესი ამ მოვლენის ვერგაგებიდან და მცდარი აღსნიდან გამომდინარეობს, რომ ერთი შეხედვით თითქოს მართლაც როგორ შეიძლება ღმერთი იყოს საერთოდ ადამიანურად შობილი, ადამიანურად აღზრდილი მტირალი როგორც ბავშვი, თანდათანობით გაზრდილი მატერიალური საზრდოს მიმღები, ღმერთი ჯვარცმული, დაფლული, საფლავს დადებული და ამის ვერგაგებამ და ამ დოგმაზე ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია, ამის ვერგაგებამ აღმოაცინეს ჭეშმარიტად უხთო ერესი ნესტორიანიზმისა, ორძეობის ერესი, უფრო ადრე კი არიანელობაც ამას ეფუძნებოდა, რომ ღმერთი დაუბადებელი ყოვლიერების შემოქმედი თავად როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ვნების ჯვარცმის მიმღები. ამიტომ ეს შეკითხვა ამ ძეგლში დასმული თავისთავად რა თქმა უნდა ჩვენს ყურადღებას იქცევს იმ მოსალოდნელი პასუხის საფუძველზე, რაც ამ კითხვას წმინდა ფილეოსისგან მიეცემა. ფილეოსი კი უპასუხებს. იგი ჯვარს ეცვა ჩვენი ცხონების გამო. ამასთან იცოდა, რომ უნდა ჯვარცმულიყო და დაეთმინა გინებანი, შეურაცხყოფანი, მაგრამ მან გაიღო თავისი თავი, რომ ყოველივე დაეთმინა ჩვენს გამო. წმინდა წერილი წინასწარმეტყველებდა მის შესახებ ყოველივე ამას, ის წერილი, რაც ებრაელებსაც აქვთ და რასაც ისინი არ აღასრულებენ. ვისაც სურს, ნახოს არის თუ არა ეს ასე. ესე იგი, ამ პასუხში ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი რა არის, რომ საფუძველი ქრისტიანული მოძღვრებისა, რომ უფალს ეს ჯვარცმა მიუღია არა იმიტომ, რომ ექვემდებარებოდა ჯვარცმას დაქვემდებარებული იყო, არამედ მან ინება და ჩვენი გამოხსნისთვის მიიღო ეს ყოველივე. მან ღმერთმა ზოგადად კაცობრივი ბუნებაც ამიტომ მიიღო, ინება და მიიღო კაცობრივი ბუნება, ანუ ინება და იშვა კაცობრიურად, ინება და აღიზარდა ადამიანურად და ადამიანობის შესაბამისად მიიღო ჯვარცმა ჩვენი გამოხსნისათვის და ყველა ამ ადამიანურ მოქმედებას უფლისას ჭეშმარიტად მიღებულს მისგან, ანუ მან მიიღო აბსოლუტურად სრული ადამიანი ცოდვის გარეშე, ყველა მოქმედებას ჭეშმარიტად მიღებულს მისგან ყოველთვის წინ უსწრებდა უფლისმიერი ნება, ინებებდა და მოქმედებდა. აქაც მკვეთრად არის ეს აზრი გამოხატული, რომ მან ინება და ჯვარს ეცვა, ხოლო ინება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ გზით ჩვენ ვეცხოვნებინეთ. აი ეს დოგმატური სწავლება ამ პასუხში უკვე სავსებით გამოხატულია. კულციანე კვლავ ეუბნება, შენ რომ, ესე იგი მიმართავს ფილეოს, შენ რომ ღარიბი ყოფილიყავი და ამის საფუძველზე მისულიყავი ასეთ უგუნურებამდე, მე შენ არ დაგზოგავდი. მაგრამ რადგან შენ მდიდარი ხარ, იმ ზომამდე რომ შეგიძლია მთელი ეს მხარე დააპურო, ამის გამო და მოვითმენ, დაგზოგავ და კვლავაც მოგიწოდებ სწირე კერპებს. როგორც ჩანს ამ პერიოდისთვის და ეს თავისთავად ცხადია, ჯერ კიდევ უაღრესად იშვიათი იყო წარჩინებული პირის და მდიდარი პიროვნების გაქრისტიანება. კვლავაც ითვლებოდა ჯერ კიდევ, რომ ქრისტიანობა ეს მხოლოდ ღარიბთა სარწმუნოებაა, ღარიბთა, რომელსაც ამქვეყნიური სასოებანი თითქოს და მთლიანად წარკვეთილი აქვს და შესაბამისად იმ ქვეყნად მოელიან შვებას და კეთილსაზღაურს. კარგად არის ცნობილი ეს მომენტი შემდეგში, როგორ მარჯვეთ იქნა გამოყენებული ათეისტებისგან, ისინი ქრისტიანობის გავრცელებას სწორედ ამ ფაქტორით ხსნიდნენ, რომ თითქოს და ქრისტიანობა გარკვეულ სიმშვიდეს აძლევდა ამა ქვეყნის ღარიბთ, უპოვართ დაჩაგრულებს, მათ არ შეეძლოთ ამ ქვეყნიური ბატონყმური და მონათმფლობელური და ფეოდალური სოციალური წყობის შეცვლა
და შესაბამისად მათ სულს თითქოს და ესალბუნებოდა, მხოლოდ ესალბუნებოდა და მეტი არაფერი, ეს იმედი იმ ქვეყნიური კეთილდღეობისა. არაერთგზის და თითქმის ყველა ათეისტურ ბროშურაში ეს მხარე იყო ხაზგასმული, თვითონაც და ამან მოახდინა ქრისტიანული სარწმუნოების ასეთი ფართო გავრცობა მთელ იმდროინდელ რომის იმპერიაში, კაცობრიობაში და არა იმან, რომ ეს იყო ჭეშმარიტი სარწმუნოება, ჭეშმარიტად სასწოებად უნგეში ადამიანებისა ამ ქვეყნადაც და ამ ქვეყნის შემდგომაც. მაგრამ ამგვარი შეხედულება ქრისტიანობაზე ათეისტებისგან არ იწყება, რა თქმა უნდა, ეს ადრინდელ ეპოქაშიც იყო და ერთ-ერთი მკვეთრი გამოხატულება ესეც გახლავთ, კულციანის ეს მიმართვა. ღარიბი რომ ქრისტიანი ყოფილიყო, ეს მისთვის არ იქნებოდა გასაგვირი, ბუნებრივია და ასეთ ქრისტიანს არც დაინდოდა, მაგრამ შენ დიდარი როგორ დადექი ასეთ უგუნურებამდე, თითქოს ეწოდება ამ შემთხვევაში მას ფილეოსი, იმედი აქვს რომ ის გონც მოეგება და ამიტომ ჯერჯერობით კვლავაც ზოგავს მას. ფილეოსი რა თქმა უნდა მიუგებს, არ ვწირავ და არ ვწირავ სწორედ იმიტომ რომ მე თვითონ ვზოგავ ჩემ თავს. აქ ესე იგი ლიტერატურული სტილითაც თუ ზეპირმეტყველებაში ასე იყო და ჩაწერითი სტილითაც უაღრესად מחვილგონივრული სტილური ნიშნით რომ თქვათ სიტყვების თამაშია, რომ ფრაზეოლოგიური თამაშია, რომ პრეფექტი თითქოს ზოგავს ფილეოს და ამიტომაა რომ ჟავრს არ აღასრულებს მასზე და კვლავაც თხოვს რომ სწიროს კერპებს, ფილეოსი კი ეუბნება სწორედ იმიტომ არ ვწირავ კერპებს, რომ მე თვითონ ზოგავ ჩემს თავს, იგულისხმება რომ ზოგავს თავის თავს, ანუ იცავს თავის თავს მარადიული წარწმენისგან. მაშინ კულციანუსი ეტყვის, შენი უბედური ცოლი გიყურებს შენ და ფილეოსი უპასუხებს, ის ვინც მიწოდა მე თავისი დიდების მემკვიდრედ, უფრო მძლავრია და ძალუცისიც, რომ ჩემი ცოლიც თავისკენ იხმოს. კვლავაც შემდეგ ამძეგში მოდის დარიგებანი ადვოკატებისა, სხვადასხვა მოვალეობის შემსრულებლებისა, პრეფექტისა, ნათესავებისა, ფილეოსისადმი, დარიგებანი შეგონებად რომ დაინდოს მან ცოლი და თავისი შვილები და იზრუნოს მათზე. მაგრამ ყოველივე ეს ფუჭი აღმოჩნდება, წმინდა ფილეოსი და მისი მეგობარი ფილორომი, რომელიც ჩვენ ზემოთ ვახსენეთ, წადიერად დაეშურებიან მაცხოვრისათვის სიკვდილს, მათ თავები მოეკვეთებათ 307 წელს. 307 წელს ხდება ეს მოვლენა. როდესაც ციხეში იმყოფება წმინდა ფილეოსი, ეს ღირსეული და სარწმუნო მოძღვარი ქრისტესი, აქედან ამ ციხიდან საპრობილიდან იგი წერს, თმუისელებს, შეაგონებს მათ, მოძღვრავს, მოწამეობის სიდიადეს უმჟღავნებს და მისი ეს გზავნილება, მისი ეს მიმართვა საკუთარი მრევლისადმი შემონახული გვაქვს ჩვენ ევსები კესარიელისგან, მის შრომაშია ციტირებული და ამ ნაშრომში გარდა მოწამეობის შესახებ ღვთისმეტყველების, ასე შეგვიძლია ვთქვათ, ესა ღვთისმეტყველება მოწამეობის რაობის შესახებ, გარდა ამისა, მკვეთრად არის გამოხატული და გადმოცემული სწავლება იესო ქრისტეს ღმერთობის და მისი, ანუ რომელიც არის ღვთისძე, მისი განკაცების ხორცშესხმის შესახებ ჩვენი ცხონების გამო. სხვათა შორის ამავე მიმართვაში აღწერილია შემზარავი სურათი იმ ტანჯვა-წამებისა, რასაც ქრისტიანები განიცდიდნენ მაცხოვრის სახელის გამო. იმდენად რამდენადაც ამბობს და წერს ამ თავის გზავნილებაში წმინდა ფილეოსი, იმდენად რამდენადაც ნეტარმა მოწამეებმა, რომლებიც ჩვენს გვერდით იყვნენ, იცოდნენ, რომ ყოველივე ამის ნიმუშები, ესე იგი ამგვარ ტანჯვა-წამებათა და ამგვარ მოღვაწეობათა ნიმუშები და აღმატებული ძეგლები თვით საღვთო წერილში მოიპოვება, შესაბამისად, ყოველგვარი ყოყმანისა და დაყოვნების გარეშე მიაპყრეს მათ თავიანთი წმინდა მზერა ღვთისკენ და წადიერად გადაწყვიტეს რა აღსრულებულიყვნენ ღვთის მოშიშებით, მყარად დადგნენ თავიანთ წოდებაში იგულისხმება ხმობაში, ღვთისკენ ხმობაში, ღმერთმა იხმო ისინი და მათაც უფლისმიერი ხმობა მყარად დაიცვეს, ურყევად შეინარჩუნეს. მათ კეთილად იცოდნენ, განაგრძობს წმინდა ფილეოსი, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე განკაცდა ჩვენი ცხონების გამო, რომ მოესპო მას ცოდვა და მოენიჭებინა ჩვენთვის შესაძლებლობა მარადიულ ცხოვრებაში შესვლისა. აქ ამ მონაკვეთში სხვათა შორის წმინდა ფილეოსი მოუხმობს პავლე მოციქულის
ცნობილ სიტყვებს მოგვიანებით მრავალგზის განმარტებულს მამათაგან და საკმაოდ რთულად საწუნობს თავისთავად იმის შესახებ, რომ განკაცებულმა ღმერთმა აქ ძველი ქართული თარგმანი უნდა მოვიტანოთ ამ სიტყვებისა პავლე მოციქულის არა ნატაცებად შეხრაცხა სწორად ღმრთისა ყოფნა, არამედ წარმოიცარიელა თავითვისი და მიიღო ხატი მონისა და გამოჩნდა კაცად და დაიმდაბლა თავისი თვისი სიკვდილამდე, ჯვარზე სიკვდილამდე. ჩვენ ძველი ქართულით მოვიტანეთ კონკრეტულად ის სიტყვები, რომლებიც არ არის ადვილი თანამედროვე ქართულად გადმოსატანად, რომ არა ნატაცებად შერაცხა მან ღვთის სწორად ყოფნა. აქ ნატაცებად, ანუ მისაკუთრებულ ძალად რომ მიისაკუთრებ რაღაცას, ძალად რომ მიიტაცებ რაიმე პატივს, წოდებას და განიკუთვნებ შენს თავზე, აი ამას ნიშნავს, რომ არა ნატაცებად შერაცხმა უფალმა ღვთის სწორად ყოფნა. ამ სიტყვებში პავლე მოციქულის არის უაღრესად ღრმა საღვთისმეტყველო სწავლება, თუ ჩვენ კონკრეტულ განმარტებელზე მიუთითებთ, რომელმაც ყველაზე უფრო ღრმად და ფართოდ წარმოაჩინა ამ სიტყვების არსი, ეს გახლავთ წმინდა გრიგოლ პალამა, რომლის ცნობილი ახსარება ჩვენი თარგმანით გამოვაქვეყნეთ კიდეც თავის დროზე ერთ-ერთი პუბლიკაციის სიტყვა მართლისა სარწმუნოებისას მეორე ტომში, დაინტერესებულ მსმენელს შეუძლია იქ ნახოს თვით ტექსტში ციტირებული ამ სიტყვების განმარტება საკუთრივ, ესე იგი ამ ახსარების ტექსტში ციტირებული პავლე მოციქულის ამ სიტყვების განმარტება ერთი მხრივ საკუთრივ გრიგოლ პალამასგან და შემდგომ სხვა მოძღვართან, განსაკუთრებით წმინდა იოანე ოქრობილისგან. მოძღვარი ერთსულოვნად მიგვითითებენ, რომ სწორედ ამ სიტყვებით გამოხატა და გამოავლინა და დაამტკიცა პავლე მოციქულმა უპირობო ბუნებითი ღმერთობა განკაცებული ძეღმერთისა, იმიტომ რომ ვინც ბუნებითი ღმერთი არ იყო, ანუ ვისაც ბუნებითად არ ჰქონდა ასეთი აღმადებული პატივი, ასეთ უკიდურეს თამდაბლობამდე, უკიდურეს სიმდაბლემდე თავის თავს არ დაიმცირებდა. ვერც ერთი სხვა ვინმე პატივდებული არსი და ქმნილებათა და თუნდაც ადამიანთა შორის რომ ავიღოთ, ვერც ერთი გამოჩენილი პიროვნება, რომელსაც გარკვეული ნიშნით გამოჩენილი პიროვნება, რომელსაც ბუნებითად არ ეკუთვნის რაიმე პატივი და რაღაც შემთხვევის გამო ამ პატივის მესაკუთრე გახდება ძალადობით, მსაკვრობით, სხვადასხვა მოხერხებით, რომ მიიტაცებს პატივს, აი ვერც ერთი ამგვარი პიროვნება ვერ შეელევა პატივის დათმობას. ვერ შეელევა, იმიტომ რომ ამ პატივს ის მეორედ ვეღარასოდეს ვეღარ დაისაკუთრებს. პიროვნებას, რომელსაც ბუნებითად არ აქვს რაიმე პატივი, რაიმე ღირსება, თუნდაც მატერიალური რამ თანამდებობა და მას ძლავრებით მოიპოვებს, შემდეგ იგი ამ ღირსებას, ამ პატივს მისგან ძალადურად მოპოვებულს დაჰკანკალებს, ერთი წამითაც უყურადღებოდ არ ტოვებს, ხელიდან რომ არ გაუსხლტეს, იმიტომ რომ მას ბუნებითად ეს არ ეკუთვნის. ხოლო ვისაც ბუნებითად აქვს რაიმე, არასოდეს არ ეშინია ამ ბუნებითი ღირსების დაკარგვისა, იმიტომ რომ ეს მისი ბუნება, მისი თვისება, ვერასოდეს ამის გარეშე ის ვერ იქნება და ბუნებითი ღირსების მქონეს კი შესაბამისად არ ეშინია რა ამ ღირსების დაკარგვისა, ყველაზე უკიდურეს თამდაბლობამდეც კი ძალუც დავიდეს, რადგანაც ის ღირსება მას ყოველთვის ხელშეუხებლად შენარჩუნებული აქვს. ამიტომ რადგანაც ასეთი უკიდურესი სიმდაბლე აჩვენა მაცხოვარმა, რომ ხატი მონისა მიიღო და სიკვდილამდე დაიმდაბლა თავისთავად და ყველაზე სამარცხვინო ფორმის სიკვდილამდე, ჯვარზე სიკვდილამდე, ესე უკიდურეს შეურაცხყოფან, უკიდურეს მდარეობამდე დაეშვა იგი, აი ეს მხარე სწორედ მის უკიდურეს აღმატებულებას ადასტურებს. რომ მხოლოდ ის, ვინც უკიდურესად აღმატებული, ანუ ვინც ბუნებითად ღმერთი, იმიტომ ესაა უკიდურესი აღმატებულება, მხოლოდ მას ძალუძდა ასეთი თამდაბლობის ჩვენება. აი ეს სიტყვები მოაქვს სწორედ პავლე მოციქულის ეს სიტყვები წმინდა ფილეოს და ერთ-ერთი უადრესი ციტირებაა პავლე მოციქულის ამ სიტყვებისა საზოგადოებრივ ეკლესიის მამათა შრომებში და მოაქვს სწორედ ამ კონტექსტში, რომ მან ბუნებითმა ღმერთმა, ჯვარცმა დაითმინა სწორედ ჩვენი ცხონების გამო. ცნობილია წმინდა ფილეოსის სხვა გზავნილებაც, სხვა წიგნიც, დაახლოებით ამავე პერიოდში დაწერილი მისგან, თუმცა 4 ეპისკოპოსის სახელით და ხელმოწერით გაგზავნილი მელეტისადმი, ჩვენ ამას ადრე ვახსენებდით, როცა მელეტი ლიკოპოლერის სქიზმის შესახებ ქონდა საუბარი, იმ მელეტის შესახებ, რომელმაც წმინდა პეტრეს, ესე იგი წმინდა ფილეოსის მომდევნო ეპისკოპოსის პატიმრობისას, რომელიც ალექსანდრიის მთავარ ეპისკოპოსი იყო, ფაქტობრივად დაიქვემდებარა ლიკოპოლისის გარეთა ეპარქიებიც და ამ ეკლესიურად ყოვლად მიუღებელი მოვლენის მხილების მიზანდასახულობით გაეგზავნა ზემოორე წერილი მას მელეტის. თუმცა მიიჩნევა, რომ ეს წერილი, ეს მიმართვა სწორედ ფილეოსისგან იყო დაწერილი. ეს ეპისტოლე ჩვენ ადრე განვიხილეთ
იგი ჩვენამდე მოღწეული გახლავთ გამოცემულიცა და ამჯერად მასზე უკვე აღარ შევჩერდებით, იმიტომ რომ როდესაც მელედი ლიკოპოლოზე მქონდა საუბარი, მაშინ განვიხილეთ, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ცნობისთვის დავძენთ, რომ წმინდა ფილეოსის წიგნობრული წერილობითი მოღვაწეობა ამ მიმართვითაც არის ცნობილი, რადგანაც უშუალოდ სწორედ მისგანაა ხსენებული მიმართვა შესრულებული. ამჯერად ამით დავაბოლოებთ, ეს შეიძლებოდა მთლიანობაში ყველაფერი ის, რაც თქმული იყო წმინდა ფილეოსის შესახებ, სხვა რამწყარო დღეისათვის ცნობილი არ არის. შესაბამისად, ამ პიროვნების თაობაზე საუბარს დღეისათვის ამით დავასრულებთ. გმადლობთ ყურადღებისათვის.